მშვიდობისა ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ მომღერალი, მოცეკვავე, მხატვრული კითხვის ოსტატი, მომავალი ლოტბარი და რეგენტი მარიამ ლოლაძე. მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, მადლობას მოგახსენებთ რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში ახალ შუადღეში ბედნიერ წარმატებულ ეთერს გისურვებთ და რა თქმა უნდა 2025 წელი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, სრულად სოფლიოში და მინდა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება და ყველაფერი კარგი გისურვოთ და რა თქმა უნდა, ბევრი კარგი სიმღერა მოგვიტანეთ ახალ წელზე, იმიტომ რომ ახალი წელი ხომ ეს არის ახალი საწყისი, სრულების, ასრულების წელი და მინდა რომ ყველაფერი კარგი გისურვოთ და ვუსურვოთ ძვირფას ჩვენს ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს. და რა თქმა უნდა, თქვენ ისაუბრებთ თუ როგორ დაიწყო თქვენი ასე ვთქვათ მომღერლის კარიერა, მოცეკვავე როგორ გახდით, საიდან დაიწყო, ну რა თქმა უნდა, გენეტიკურად ყველას ესეთი ნიჭი გვაქვს ყველა ქართულში რაღაც და მშობლების დახმარებით უკვე ხდება ამ ნიჭის გამოვლენა და გაფართოება და მხატვრული კითხვის ოსტატი ეს უკვე მართლაც ნიჭიერება, ზენიჭიერება არის და მომავალი ლოტბარი და რეგენტი ბრძანდება და აი ლოტბარი და რეგენტის ბევრმა ვიცით თუ რა არის ლოტბარი და რეგენტი, მაგრამ უფრო კარგად აგვიხსნის თუ რა არის რეგენტი, იმიტომ რომ რაღაც კარგად შეგეცეთ ეს სიტყვები, საინტერესო თემებით და დაგველოდეთ ახალ შუადღეში უყურეთ ყოველთვის მუდამ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და როგორ ბრძანდებით, როგორ განწყობით ხართ? შვენიერი განწყობით მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მივულოცავ ყველა ჩავლილ დღესასწაულს, შობას, ახალ წელს. მადლობა. ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს და ვუსურებ ბევრ სიყვარულს, სიხარულს და ბედნიერებას ყველას. და როგორ მოხდა თქვენ ცხოვრებაში? ну რა თქმა უნდა, ეს კარგი არის სურვილები, მაგრამ ჩვენ კარგ თემებზე უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ იქიდან მომღერალი, რადგანაც იმიტომ რომ ბევრი კარგი სიმღერა უნდა შეგვისრულოთ და ჩვენს ტელემაყურებელს ვიდეო რგოლის სახით შევთავაზებთ. და ну ყველა ბავშვი რაღაცა ნიჭიერება თან ზდევს, ასე ვთქვათ, ბავშვობის ასაკიდან და თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ჩემი, რა ვიცი, ეს ნიჭიც. თქვენთანაც ესე ბავშვობის ასაკიდან რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ბავშვობის ასაკიდან სიმღერა, ცეკვა, ეს ყველაფერი იყო ბავშვობის ასაკიდან ნამდვილად და რა ვიცი. თუ გახსოვთ პირველი სიმღერა რომელი იყო? რომელიც შეასრულეთ თქვენ ბავშვობის ასაკში? პირველი ჩანაწერი უშუალოდ ჩაწერა სიმღერის მოხდა იავნანა სიმღერა. საოცრება. ბავშვობის სიმღერა კი ჩაიწერა ქალბატონი მანჩოს სტუდიაში, მანჩო ჯადუგიშვილი, მივესალმები აქედან, უსაყვარლესი უთბილესი ადამიანი არის და მასთან მოხდა მოკლედ დაკავშირება, ჩაწერა ამ სიმღერის ძალიან ესეთი დადებითი და თბილი გამოხმაურება მოყვა ადამიანებისგან და ეს იყო პირველი, რითაც დავიწყე ასე ვთქვათ უშუალოდ ჩაწერების სიმღერის. და ის სიყვარული და ის უკვე ჩაწერები, როდესაც ხდება, გამოვლინდა რომ თქვენ უკვე მომღერალი უნდა გამხდარიყავით და ну რა თქმა უნდა სიმღერის დროს უფრო რას გრძნობთ ხოლმე? როგორ ხართ? აი, როდესაც უნდა დაიწყოთ სიმღერა, როგორი ენერგიებით ხართ ხოლმე? აი ამ დროს რას გრძნობთ? რა გრძნობა არის? იმიტომ რომ ბევრი მომღერლისგან გამიგია რომ სულ სხვა რაღაც არენაზე ვარო და სხვა განზომილებაში ვიმყოფებიო და თქვენთან როგორ არის ეს სიტუაცია? კი. ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ ძალიან სხვანაირი ხედვები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. სიმღერა ჩემთვის, რა ვიცი, აი არ არის უბრალოდ სიმღერა, აი ძალიან სულიერი სამყარო არის ჩემთვის. აი უშუალოდ ღმერთს უკავშირდება. ძალიან სასაული არის ღმერთს უკავშირდება. ძალიან სულიერია და ჩემი სულის ნაწილია ზოგადად ხელოვნება, სიმღერაც, ცეკვაც, ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც სიმღერას გამოვყოფდი და შემდგომში ისე მოხდა, როგორც ხედავთ, რომ პროფესიადაც ავირჩიე უშუალოდ ლოტბარი, რეგენტი უნდა გავხდე მომავალი. და ალბათ ეს ყველაფერი სულიერება ერთად უფრო და მე ვფიქრობ უფლისნები და ძალით ყოველთვის ხოლმე ის ძალა გვაძლევს, რომ ჩვენ გავაკეთოთ და უფრო წარმატებულები გავხდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ ღმერთი მფარველობს და როდესაც ხარ რწმენაში, შემდეგ ეს უკვე ვლინდება, სიძლიერე გაქვს ამ ყველაფრის მიმართ და ბავშვობის ასაკიდან ცეკვავთ ქართულ ხალხურ ცეკვებს. ქართული ხალხური ცეკვები არ არის ადვილი, ხო? როდესაც სწავლობ ადამიანი ძალიან ბევრი ილეთი არის, რომელიც რთულად შესაძლებელია. ეს არის ქართული
ჩვენი ტრადიციების გადმოცემა, თუნდაც არის სხვადასხვა სახეობის ცეკვები, რომელიც ასახავს თქვათ ბრძოლის, ქალის დაპყრობის არა უკაცრავად ქალის მოფერების და ასე შემდეგ. ქართული ცეკვა, მთიელთა ცეკვა, აჭარული და ასე შემდეგ. და ჩვენი კულტურა, ჩვენი ყველაფერი არის გადმოცემული და აი თქვენ რომ ცეკვის დროს რას გზობთ ხოლმე? თუ ხართ რაღაც ესეთ მასში წასული ძველ თქვათ ტრადიციებში, თუ გახსენებთ თუ ფიქრებში ამას თავს. და რომელ ცეკვას უფრო ანიჭებთ უპირატესობას, რომელ ცეკვას გამოყოფთ, რომელი ცეკვა უფრო გიყვართ ქართული ხალხური ცეკვებიდან? დიახ. უფრო ქართული ხალხური ცეკვებიდან ქართულ ცეკვას გამოყოფ უშუალოდ ასევე მუხამბას, რაღაცა ჩემს სულიერებასთან მეტად ახლოს არის და რას უგრძნობ ზოგადად შემოქმედების პროცესში ეს სიმღერა იქნება, ცეკვა იქნება თუ მხატვრული კითხვა იქნება, ესეც აი სულიერებას უკავშირდება ყველაფერი, აი ზოგადად შემოქმედების დროს ჭეშმარიტის შემოქმედებითი ადამიანი რაღაც აი არამიწიერ მდგომარეობაში იმყოფება უშუალოდ პროცესის დროს რაღაცა მარადისობის აი მართლაც კარგად გადმოვიცით კი მართლაც მარადისობის განცდა გეუფლებათო და მეც მივესალმები და ისე წარმოვიდგინე უკვე მეც როდესაც საუბრობ ხოლმე სულიერება ეს უკვე ძალიან მართლაც სასაუბრო თემა არის და ეს უკვე ცალკე სასაუბრო თემა არის რომელზეც აუცილებლად შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახალი წელი არის ახალი წელი 2025 წელი უკვე ჩაიარა მაგრამ ჩვენთვის ჯერ არ ჩავდივართ იმიტომ რომ პირიქით უფრო და უფრო კიდევ უნდა ვიზე იმოდა თქვენს მიერ შესრულებული სიმღერაც გილოცავთ ახალ წელს როგორ მოხდა ის რომ თქვენ ეს სიმღერა შეასრულეთ ვინ არის თქვათ ტექსტის ავტორი როგორ შეითვისეთ ეს სიმღერა ну რა თქმა უნდა გილოცავთ ახალ წელს ასე უბრალოდ არ ხდება მე მოგილოცავ არა თითოეულ სიტყვას და გადმოცემას როდესაც ჩვენ ვამბობთ აქვს დიდი ენერგიის დატვირთვა აქვს რა და ენერგიის მატარებელი არის და აი თქვენ შემთხვევაში გილოცავთ ახალ წელს რომ გითხრათ რომ უნდა იმღერო ეს სიმღერა როგორ მოხდა თქვენ შემთხვევაში და როგორ იმღერეთ ეს და რა თქმა უნდა ამ კადრებს და ვიდეო რგოლს შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებელს როდესაც შეასრულებთ ამ სიმღერას და ვინ არის კომპოზიტორი კი ბატონო კომპოზიტორი არის ქალბატონი მარი ბეგლარიშვილი ჩვენი დაკავშირება მოხდა სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით ეს ერთმანეთს შევხვდით სახლის სტუდია აქვს, სახლში მუშაობს, არანჟებზეც მუშაობს აგრეთვე და მოხდა ისე რომ ჯერ სხვა სიმღერა შევარჩიეთ საერთოდ და ვინაიდან მოდიოდა ახალი წელი, მე ამაზე შეჩერდა უშუალოდ არჩევანი სიმღერის ჩაწერის. ჩაიწერა სიმღერა ისევ ქალბატონ მანჩოს სტუდიაში, რომელიც ვახსენე. და რა ვიცი, მე მგონი კარგი გამოგვივიდა საბოლოო ჯამში. ზოგადად არასოდეს არ ვარ ხოლმე მე თვითონ კმაყოფილი ჩემი რაღაც თუნდაც მუშაობის პროცესით და ასე შემდეგ. ალბათ არც უნდა იყოს ადამიანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფრო დიახ, უფრო მეტად უფრო ბევრის შენ თავს რო ბევრს თხოვ, უფრო კარგი გამოდის და რა თქმა უნდა, ჩვენი უკვე დავუპირდით ჩვენს ტელემაყურებელს და ეს ვიდეო რგოლიც ნახავთ თქვენს მიერ შესრულებული სიმღერა გილოცავთ ახალ წელს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას გისურვებ და ეს წელი ყოფილიყოს მე ყოველთვის ვამბობდი, სურვილების სასრულების წელი არის. ამიტომ ყველა სურვილები აგვისრულდეს. თქვენს, ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და ყველას. ბედნიერი ახალი წელი გქონდეს ყველას და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და შეგვისრულეთ ეს სიმღერა. განათდა ღამე პერადის ხილებით იდუმალი თოვლის საფარს შეპარა თბილის ზაფარი ერთმანეთის
მის თანადგომის სიყვარულით თქმობის წელი მოდი გილოცავთ ახალ წელს მადლობა ყველაფრისთვის ძველს დაველოცეთ სიგეთისთვის ღმერთს გვიყვარდეს მრავალ ჟამიერ დაველოცეთ სიგეთისთვის ღმერთს გვიყვარდეს მრავალ ჟამიერ უფრო ვერცხლი მარცვალ იხარჯება ოკეანე დაილევა გულსით ჯობნიც დაილევა სიკეთე კი ვერა უფლის მადლი შეგვეწიას გაცოცხლებას გილოცავთ ახალ წელს მადლობა ყველაფრისთვის ძველს დაველოცეთ სიგეთისთვის ღმერთს გვიყვარდეს მრავალ ჟამიერ დაველოცეთ სიგეთისთვის ღმერთს გვიყვარდეს მრავალ ჟამიერ დაუბრუნდით ეთერში და ჩვენ მართლაც ვიხილეთ მარიამის მიერ შესრულებული გილოცავთ ახალ წელს და ძალიან კარგ განწყობაზე დავდეგით, აი ესეთი კარგი პოზიტიური ენერგიები მოდიოდა თქვენს მიერ და მართლაც რა საოცარი ხმა გაქვთ. და ბავშვობიდან ალბათ ესე რომ გამოირჩეოდით, იმიტომაც გახავით ამ პროფესიას და თქვენ უკვე ახსენეთ რომ მომავალი ლოტბარი და რეგენტი ბრძანდებით და რომ განგვიმარტოთ რა არის ლოტბარი რეგენტი იმიტომ რომ რაღაც ისეთი საოცარი სიტყვები არის რაღაც დატვირთვა აქვს ამ სიტყვებს და რომ გვითხრათ და რთული არის თუ არა ამ ყველაფრის შესწავლა კი ბატონო მოგახსენებთ სწავლობ თეატრალური უნივერსიტეტის ამ მიმართულებით თეატრალურში ვსწავლობ ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულებით თვითონ თეატრალურ უნივერსიტეტზეც ვიტყვი ორივე სიტყვას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აუცილებლად. კი ბატონო, არაჩვეულებრივი უნივერსიტეტი არის, არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი უნივერსიტეტია და რაღაც რეკლამასავით არ გამომივიდეს. არა, რეკლამა არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ სამართლებრივ სიტყვას ამბობთ იმ უნივერსიტეტის მიმართ. რომ ბევრი კარგი რამ შეიცავდეთ და ითვისებთ იქ. ნამდვილად. და თვითონ ეს ფაკულტეტი არის მართლაც აი არაჩვეულებრივი, გარემო არის ისეთი, რომ აი როგორც ოჯახში ისე გრძნობ თავს და პირველ რიგში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანები არიან ისეთები, გარემო არის ისეთი, რომ რა ვიცი, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობ და კარგად გრძნობ პირველ რიგში და მე გიჩნდება იმის სურვილი, რომ საქმეც უფრო მეტად უკეთესად შეისწავლო, რა თქმა უნდა. და რეგენტი რა არის ეს? თვითონ სიტყვა რეგენტი რას ნიშნავს, მარია? კი ბატონო, ესე იგი ლოტბარი არის უშუალოდ ქართული ხალხური სიმღერის დირიჟორი, ასე ვთქვათ, გუნდის
და რეგენტი არის უკვე საეკლესიო გუნდის დირიჟორი. უშუალოდ საეკლესიო მსახურების. და თქვენ ამ ყველაფერს სწავლობთ. კი ბატონო. რთული არის ხო? ну რა თქმა უნდა ყველაფერი რთული არის მაგრამ თქვენ უკვე ახსენეთ რომ ეს სულიერება და რაღაც ლოცვები ძალეთ და ეს ყველაფერი სწავლება უფრო მეტ ენერგიას გაძლევს და უფრო ძლიერი ხდები ადამიანი და ну ჩვენ აღვნიშნოთ კიდევაც რომ ხატრული კითხვის ოსტატი ბრძანდებით ოსტატი ალბათ ცოტა ხალხალი ნათქვამია თუმცა წარგენა ესე გავაკეთეთ ჩვენ და როგორ ხდება ხოლმე აი ამ დროს იმიტომ რომ წაიკითხო ხო რაღაცა სპეციალური გამოთქმები არის საჭირო ყოველ სიტყვას თავის დატვირთვა აქვს და უნდა წაიკითხო ისე რომ რეალურად აღქმული იყოს ეს ყველაფერი რაც იქ არის დაწერილი და რა თქმა უნდა ჩვენ შევეხებთ კიდევაც პროზას რა გითხრათ რით გაგახაროთ და თქვენს მიერ შესრულებული იქნება ეს კიდევ და შემოგთავაზებთ ამასაც უკვე გადაცემის დასასრულს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ასე დავემშვიდობებით რა გითხრათ რით გაგახაროთ და რა თქმა უნდა რით გაგახაროთ ყველაფრით გაგახარებთ აუცილებლად ახალშუა დღიდან ჩვენ ყველაფრით ვახარებთ ხოლმე და მარიამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრეთ ინფორმაციაც მოგვაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებელსაც მივაწოდეთ და თქვენი ბავშვობა როგორი იყო რომ შევეხოთ ბავშვობას უფრო მეტად დატვირთული იყავით თქვათ აი ამ იმდენი პროფესიები ჩამოვთვალე რომ თუ ცელქობდით ხოლმე ბავშვობის ასაკშიც ხოლმე სხვათა შორის არ ყოფილა რა ესეთი ცელქი ბავშვი ჩემთვის მიყვარდა სიმშვიდე მიყვარდა ყოველთვის და რაღაცა ის შემოქმედებითად ვიყავი ისეც არ ყოფილა რომ რაღაცა ესეთ მეტად უფრო აი თვითნასწავლი ვიყავი ძირითადად და მე რა თქმა უნდა განვითარდა რა თქმა უნდა ოჯახის წევრებმაც ხელი შემიწყვეს რა თქმა უნდა მადლობა მათ რა თქმა უნდა მადლობა უნდა გადავუხადოთ იმიტომ რომ ნიჭიერება როდესაც ადამიანს აქვს ეს ყველაფერი და ოჯახი გეხმარება ეს არის დიდი სამადლიერება არის და მეც უერთდები თქვენს ოჯახს რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და ყოველთვის ხოლმე ჩვენს ასე ვთქვათ სტუმარს ვეკითხები ხოლმე რას სრულები გაქვთ რას გვისურვებთ ჩვენს ტელეკომპანიას ჩვენს გადაცემა ახალშუა დღეს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და თქვენი სამომავლო გეგმები და კიდევ რა სამომავლო გეგმები გაქვთ კი ბატონო პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ თქვენ გადაცემაში პირველად ვარ ძალიან თბილი ოჯახური გარემო არის ვუსურებ ზოგადად ტელეკომპანია თრიალეთს ბევრ წარმატებას რეიტინგს თქვენ გადაცემას და რა ვიცი ყოველივე საუკეთესოს უღრმეს მადლობა და თქვენი სამომავლო გეგმები რა გეგმები გაქვთ ну რა თქმა უნდა ის რომ ჩვენთან მოგბრძანდით და სიმღერები შეგვისრულეთ და თქვენ შესახები ვისაუბრეთ და კიდევ რა იქნება რაღაც სამომავლო გეგმები რომელიც ან დაფარული არის და გავამჟღავნოთ და კიდევ რა ალბათ ბევრი სიმღერების პრემიერა იქნება ჩვენს გადაცემაში ну რა თქმა უნდა გილოცავთ ახალ წელს ჩვენთან უნდა შეასრულოთ ხო პირველ სიმღერა და პრემიერა უკვე შეასრულეთ თქვენ და ეს იყო პრემიერა ამ სიმღერის და ბოლოს გადაცემის დამთავრების დროს თქვენ უკვე ასე ვთქვათ თქვენს შემოგთავაზებთ რა გითხრათ რით გაგახაროთ და მე მინდა ესეთი უფრო კარგი და პოზიტიურად რომ ესე თბილად და ტკბილად დავემშვიდობებით ჩვენს ტელემაყურებელს ბევრ წარმატებებს გისურვებთ და ყოველ პროფესიაში სუწინსვლა გქონდეთ რა თქმა უნდა მომღერალი მოცეკვავე მხატვრული კითხვის ოსტატი მომავალი ლოტბარი რეგენტი აი ძალიან ბევრი რამე არის და მართლა ზენიჭერი ადამიანი ძალები და ყველგან და ყველაფერში წარმატებებს გისურვებთ და ასე ბედნიერად დაგემშვიდობებით შემოძვირფასო ტელემაყურებლებო რა გითხრათ რით გაგახაროთო მაგრამ ყველაფრით გაგახარებთ გემშვიდობებით ბედნიერად ნახვამდის აჰა კიდევ ერთი ახალი წელიწადი რა მივულოცოთ ჩვენ თავს ქართველნო ნუ თუ ისევ ძველებურად თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ შემოვდგი ფეხი წყალობდეთ ღმერთი სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა ერთხელ
ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავწრათ. ერთხელ ჩვენ თვითონაც მივდგეთ, მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ჰქმნას მარტო წყალობამ თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თავად ადამიანი არ არწყავს, არ ასხლავს, არ აღფურჩქნის, არ აუვლის, არ აღპატრონობს. ღმერთმა რაც წყალობა იყო უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენიცით და თქვენ მაკაცობამაო და რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? წავიდა ის დრო, დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ახლა ხმალი თაროზე უნდა შევდოთ, აღარაფრის მაქნისია. ახლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან ჩარხი ქარხისა, ან მავთულები მანქანისა. ახლა ვაჟკაცობა იმისა კი არ უნდა, რომ სისხლს ახურიდეს. ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ მოფლი ხვაროს. ხმლიანმა მტერმა ვერ წაგვართვა, ვერ დაგვათმობინა ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, საქოლავი არავის ავაგდებინეთ. ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რა. აი შრომითა და გარჯით, ცოდნითა და ხერხით მოსული კი გაგუჟლეტს, გაგუსრისავს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას როგორც უპატრონო საყდარს სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ ღაღუდგება წინ თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ დავუყენეთ, წინ არ შევაგებეთ, წინ არ შევახვედრეთ. ვართ კი ყოველივე ამისთვის მზად, ან გვესმის კი ყოველივე ეს. ვიცით და ვემზადებით. არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერც გამოგვისახია რანი ვიქნებით. თვალებზე ხელი აგვიფარებია და ყურებში ბამბა გვაქვს დაცული. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ. ამ თხრილის პირას დგავართ და უღუნო და უბზუით. მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ ბზუილიდან არა გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, მაგრამ ფუტკართან ყველას ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რომ შეგიძლიან თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, იმ ფუტკრისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაც ნოზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ ასთქვას. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ჯერ არ სადეს ჩანან ჰარბალო მაგარამ სალამურს თუ მოჰკრეს მადურის ძალით გამოსცემს აქეთკენ მისგუ მეცხვარე იქ ბარში ყველა ჩემი დოლები დრებში ვეფხვით დანავარდობენ ცხარში აქ ვიმალები ტრებში ვეფხვივით დანავარდობენ დამეკიცხარში მერე როგორ დროს მაშინა როდესაც არ ვლალო სხვა უდიდესი წინ გვიდევს მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად გულთან მე არ მაქვს ბრა დევარს ჩანა დგება წავიდნე გაიარესა და ვერ მოვკართვა დაბნეული მაქვს მეგზა და კვალი
ჭერვისა და დამანე